ირანში ჩავიდა ყობახიძე და მე ამას აქ ძალიან თარსიფეხი ჩავიდა და ვის გვერდითაც ფოტო გადაიღო ის ჰამასის ლიდერი ააბეთე იმედის დასანქცირება არ არის რიგითი მოვლენა მან გაცილებით მძიმე დარტყმა მიაყენა ქართული ოსნების რეჟიმს ვიდრე ივანიშვილის პერსონალურმა სანქციებმა თორმე ბრიტანეთმა იმიტომ დაასანქცირა რომ იმედზე დებატები ჩაშლილიყო აი როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ასეთი სისულელე თქვა, იმედი გაკოტრებულია. მისი აქტივები 25 მილიონი ლარია. მთელი შენობა რასაც უყურებთ ჩვენ. აგურ-აგურ რომ გაიყიდოს, იმედიდან შემოვა 25 მილიონი. და ვალი აქვს 500 მილიონი. იმედი არის ქვეყნის გამოთაყვანების მთავარი ბერკეტი და ქართული ოცნების მართლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ისინი ამბობენ, ეს არის ამიტომ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე და თავდასხმა მედიაზე. რუსულ მედიაზე კი? იმიტომ რომ იმედი და პოსტი თავისუფალ სიტყვაზე. არა, თავისუფალი რუსეთის მედია არის დასანქცირებული ყველა. გახტიშავენ სივრციდან. ჩამოინგრევა საბანკო სისტემა, დაიკარგება ანაბრები და გაქრება ქართული ოცნება ერთ წუთში. მათ ძალიან კარგად იციან ის, რაც მათ ძალაუფლებას და ანგრევს იმ ნაბიჯზე არ წავლენ და იმედს გაწირავენ. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეკომპანია იმედი და პოსტივი დაასანქცირა. აღსანიშნავია, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში მოხვდნენ. იმის გამო, რომ ბრიტანეთის განცხადებით ისინი უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამ გადაწყვეტილებას საქართველოში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. ხელისუფლების მოწინააღმდეგები კმაყოფილები არიან, ხოლო ხელისუფლება თავს ესხმის დიდ ბრიტანეთს და აცხადებს, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრება. რა შედეგი მოყვება ამ სანქციებს? მოახერხებენ თუ არა იმედი და პოსტივი გადარჩენას და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას. ამ და სხვა თემებზე ვესაუბრებით ეკონომისტ რომან გოცელიძეს. მოგესალმებით ბატონო რომან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ ძირითადად საუბრის თემა არის სანქციები. დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა სანქცია ორ ქართულ ტელევიზიას. ეს არის იმედი და პოსტივი. ამაზე უნდა ვუსაუბროთ, წამოგვეწია გზაში ომიც ამერიკამ ირანს დაარტყა დღეს დილით, როცა გადაცემის ჩაწერას ვიწყებთ, შაბათია. და ამაზეც მოგვიწევს ალბათ რამდენიმე სიტყვის თქვა, თუმცა ძირითადად სასაუბრო თემა იქნება სანქციები. რას ნიშნავს ეს სანქციები რომ ახსნათ, რა შეიძლება მან გამოიწვიოს და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საერთოდ, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა. მოგესალმებით. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირი. თითქოს და სად სანქციები და სად ახლა ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმა. მაგრამ ეს ყველაფერი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სრულ უგუნურობას. როგორ შეიძლება ადეკვატურმა ადამიანმა უკვე ადამიანი წვეთს უკვე და არა დაუშვათ მთავრობა და ხელისუფლება ან ვინმეს ეკითხება საქართველოში ან პრემიერ-მინისტრს ან მთავრობას ან პარლამენტს რომ ერთი კვირის წინ, როდესაც მასობრივი ხოცვას ჟლეტა იყო ირანში, თბილისის ანძა გაანათო ირანის სფერებში, რაც სიმბოლურად ნიშნავს რეჟიმის მხარდაჭერას. ვინაიდან ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ ქვეყნის ასე ვთქვათ რაღაც დღესასწაულზე ხდება მილოცვა. ეს იყო რევოლუციის ლისტა. და თანაც რისი მილოცვა იყო? იმის ისლამური რევოლუციის რომელიღაც 45 თუ რომელიღაც წლის თავის მილოცვა, რომელმაც დაამყარა ამ ქვეყანაში საშინელი დიქტატურა და სხვადასხვა წყაროები დაახლოებით 15,000 ადამიანი მარტო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აი ახლა ამ გამოსვლების დროს იქნა დახოცილი. და მე დასავლეთის პრესაში პარალელურად ვრცელდებოდა თუ რა გაავრცელა მაგალითად აზერბაიჯანმა. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩასული ამერიკის აზერბაიჯანში, სომხურ აზერბაიჯანული აი ამ საკითხისა და მათ შორის რეგიონული დიდი ეკონომიკური პროექტების ირგვლივ მიდის ახლა საუბარი და როდესაც საქართველოში განათებული იყო ირანის სფერებში ჩვენი ტელეანძა, აზერბაიჯანში იგივე გაკეთდა ოღონ ამერიკის სფერებში. რატომ არ მიესალმა ამერიკა ირანის ისლამური რევოლუციის რაღაც 40 თუ 55 წლის თავს
ირანში ცხოვრობს 10-დან 20 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი. და ზუსტი რიცხვი არავინ არ იცის. სხვადასხვა რიცხვებით 20 მილიონსაც კი აღწევს. და რატომ ასე ვთქვათ, იქცევი ასე ადეკვატურად? ეს არ არის უკვე საგარეო ორიენტაციის საკითხი მხოლოდ. ეს არის შეიძლება ითქვას, რომ მენტალური დეზორიენტაციის საკითხი. როდესაც აი ასეთ ვითარებაში თანაც ხედავ, რომ ჯერტი რომ საშინელება ჩაედინა თავად ამ ირანის ხელისუფლებამ და რა ხდება ირანში ვიცით ამ გამოსვლების ჩახშობის კუთხით მეორე გიგანტური ორი ავიამზიდი მიდის 2 თვის განმავლობაში სანამ იქიდან ამერიკიდან მის სანაპიროებზე ჩავა ხმელთაშუა ზღვაში ამას თვეები უნდა და აგერ დღეს უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ეს თავდასხმა 6 თვით ადრე იყო დაგეგმილი და შეიძლება არ მომხდარიყო ირანს რომ უარი ეთქვა ატომური ბომბის შექმნაზე და მთავარი მოწოდება იყო თქვი რომ წვეთ ამ პროგრამას არავითარი ურანის გამდიდრება არ იქნება რაში გჭირდება ურანის გამდიდრება რომელიც ატომური იარაღისთვის გამოიყენება მშვიდობიანი ურანი ელექტროსადგურებში კი ბატონო და ის რაც გაამდიდრე ასე ვთქვათ გაიტანეს საზღვარგარეთ და იყოს შენი ოღონ მიეცი რომელიმე სხვა ქვეყანას და იქიდან უკვე ელექტროსადგურებში გამოსაყენებელი ასე ვთქვათ ტრანსფორმირებული ურანი შემოგიბა გინდაც რუსეთს მიეცი თუნდაც ერთ-ერთი ვარიანტი ესეც განიხილებოდა მაგრამ არა ყველაფერზე ასე ვთქვათ უარი თქვა ირანმა და დღეს ახლა რა ხდება ვიცით ნუ თუ ამის პროგნოზირება ძნელი იყო ვესაც მთელი დასავლური ქართულოცნა სწორედ მაგას ამბობს რომ აი ასეთი არეულობა რო არის რეგიონში იქ რუსეთი უკრაინის ომი აქ აგერ ისრაელი ირანი ამერიკა ირანი და ასე შემდეგ სწორედ ამიტომ არის ჩვენი პოლიტიკა ბრძნული რომ გადავრჩეთ ამ ვის მხარეზე ხარ ხარ არავის მხარეს არ უნდა იყო რომ გადარჩე ხო მაგრამ ხარ ირანის მხარეზე ხარ ირანში ჩავიდა ყობახიძე და მე ამას აქ ძალიან თარსიფეხით ჩავიდა და ვის გვერდითაც ფოტო გადაიღო ის ხამასის ლიდერი ააფეთქეს და იმ დარბაზში რომელიც სიკვდილი ამერიკას გაიძახოდა სადაც პანაშვიძე ჩავიდა ყობახიძე იმის შემდეგ უკვე ნახევარზე მეტი როდესაც ამ ირანულ ატომურ პროგრამას ამერიკამ ასე ვთქვათ დაწყო ნახევარი მკვდარია განსაკუთრებით სამხედროები ვინც ესწრებოდა და აი ახლა გაანათეს დროშა და აგერ ეს ერთი კვირის თავზე კიდევ ირანის ასე ვთქვათ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ანუ ვის მხარეზე ხარ? აი ეს არის ვის მხარეზე ხარ? როდესაც არ აყავს არც ერთი ცივილიზებული სამყაროდან მეგობარი. ოღონდ ვინმეს შეხვდი ხო კომიკური ვითარებამდეა დასული რომ სადღაც რომელიღაც კონფერენციაზე ტრამპმა გაუღიმა ყაველაშვილს და თორემ მე ვიღაცამ ტრამპმა ხელი აუწია ხო ყაველაშვილს კი არ აუწია ვინ იცის ყაველაშვილი არის ყაველაშვილის უკან მდგომს აუწია ხელი აგერო ჯეიდევენსი ელაპარაკა ოლიმპიადაზე და 2 წამით ხელი ვიღაცამ ჩამოართვა სადღაც ფეხზე მდგომი იმაში ალაფურშეთზე და ამ დონის ასე ვთქვათ იზოლაციაში საქართველოში ჩამოყავთ ოფიციალურად გაფორმებული დიქტატორული სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის. დიქტატორული რეჟიმები ესეთი მკაცრად რომელიც შეესაბამება ამ სიტყვის ასე ვთქვათ სრულ მნიშვნელობას სულ რამდენიმე არის ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, კუბა ავტორიტარული რეჟიმია, კუბაც კი არაა დიქტატორული, ანუ სრულთა დიქტატურა სადაც ყველაფერი რომ აკრძალულია და აი თურქმენეთის წარმომადგენლებს ხვდებიან რაღაც ეკონომიკური სარჩული მაინც დაუდეთ თქვი ნო ან თურქმენული გაზი მინდა რაღაცა თუმცა ეს გაზი რო შემოვიდეს ისევ რუსეთის მილსადენები უნდა გაიაროს და ფაქტობრივად რუსული გაზი იქნება რაიმე ასე ვთქვათ მოტივი მაინც თქვი რა გინდა თურქმენეთთან არა უბრალოდ აი ამ ასე ვთქვათ დიქტატორული გარიყული ქვეყნების სამეგობროში ეძებენ რაღაც ასე ვთქვათ თავშესაფარს რუსეთი, ირანი, თურქმენეთი, სადღაც ალბათ ჩრდილოეთ კორეაში ჩავლენ ჯერმანამდე არ ვისურვ. ხო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა. ამიტომ ძალიან სახიფათოა თავად უკვე ივანიშვილის ქმედებების ლოგიკა. ვინაიდან ეს ნაბიჯი ხომ აზიანებს არა მარტო ქვეყანას, მაგრამ ქვეყანა არ ადარდებთ ახლა, მათ ადარდებთ საკუთარი მდგომარეობა, ძალაუფლების შენარჩუნება და ფული. იმიტომ რომ ყველან მათ ნაბიჯში იკითხება ფული.
და ასეთ ვითარებაში ნუ თუ ელემენტარული პრაგმატიზმი არა გაქვს, ნუ თუ მრჩევლები არა ყავს, ვინ გირჩევს ისეთ სულელური ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც ხელისუფლება ახლა ჩადის, მაგალითად რაღაცა ფასების კონტროლის სუქსით. და ოცნება არის მათი, რომ 3 თეთრით კვერცხის ფასი შეამცირონ. 3 თეთრით კვერცხის ფასს მთავრობა ვერ შეამცირებს. 100 ქარხნის ლოზუნგით მოსული მთავრობა დღეს ოცნებობს, რომ როგორმე ერთი წარმატებული რაიმე მაგალითი აჩვენოს და უნდა რომ კვერცხის ფასი 3 ლარი თუ არის დაუშვათ 20 წალი ჩამოვიდეს 10 წალი ჩამოვიდეს დაუშვათ 2 და 70-მდე არ მოხდება 10 კვერცხი 6 ლარი ღირსად ხო და 5 ნახევარი საუკეთესო შემთხვევაში ხოდა რომ 3 ლარი დიდი ხანი არა პირობითად არ მოხდება ეს ვინაიდან უამრავ რამეზეა დამოკიდებული პირველ რიგში მთავრობის შეცდომებზე და ეროვნული ბანკის შეცდომებზე ფულის მასა თუ იზრდება მოთხოვნა იზრდება და მიწოდება თუ ადეკვატური არ არის და მიწოდება საფათ ვერ იქნება ვერ აშენდება ქვეყანაში ისა ქვია მეფრინველობის ფერმები იმის გამო რომ მას ბევრი რამე ჭირდება და მით უმეტეს მომგებიანი უნდა იყოს და თუ შუქი გაუძვირდა წყარი გაუძვირდა თუ ქვეყანა დაიცალა სამუშაო ძალისგან და ორმაგად ასე ვთქვათ მეტი ფულის გადახდა მოგიწია მუშებისათვის და გარდა ამისა თუ გადასახადები იზრდება თუ იმპორტი იზრდება და თუ იმპორტი იზრდება ლარი უნდა გამყარდეს და ახლა ლარს არ ამყარებენ მიუხედავად იმისა რომ არის ტენდენცია რადგან 3.6 მილიარდი დოლარი შემოვიდა მარტო ჩვენი ემიგრანტებიდან საოცრებაა პანდემიამდე 1.8 მილიარდი იყო უცხოეთიდან გადმორიცხვები. გაორმაგდა მილიონი გავიდა და უკან დაბრუნდა 20-30 წელი წასული ახალგაზრდები, რომლებიც პენსიონერების სტატუსით დაბრუნდნენ უკვე ქვეყანაში და კახეთის ტოლფასი მოსახლეობა დაიცალა ქართული ოსნების მმართველობის პერიოდში. 315,000 კახეთში 305,000 მოსახლეობა და თანაც პირველ ადგილზე ამერიკა გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა მექსიკის საზღვრიდან 10,000-ობით ადამიანის შესულა, ვინაიდან ფულის გადმორიცხვის გეოგრაფია გვაჩვენებს თუ სად არიან დასაქმებულები დღეს და აბსოლუტური უმრავლესობა 99% არალეგალურად და ამერიკა უკვე გავიდა პირველ ადგილზე. ძალიან გადაასწორებს. ამ ფონზე გვაქვს ჩვენს ხელშეუხლოს დაძაბული ურთიერთობა, კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან, როგორც თქვით, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. და აგინებს ყოველ დღე და ლანძღავენ. ეხა ბრიტანეთის დაემატა ამ სიას. ამერიკას ჯერჯერობით რაღაცებს უთვლიან, რომ გონზე მოეგოს და Deep State-ი დროზე დაამარცხოს ტრამპმა, გუშინ თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ Deep State-ი დაამარცხა ტრამპმა თუ არა, იმით გამოჩნდებაო, როგორ ჩვენთან აღადგენენ თუ არა ურთიერთობასო. მაგრამ ნუ აქამდე არ ერჩოდნენ ბრიტანეთს. და მას მერე რაც ეს სანქციები დაგვიწესა, უკვე ბრიტანეთზეც წავიდა შეტევა და ამის არის დაშლას უწევასწორებენ დიდ ბრიტანეთს. რას დავფიქრობთ ამ სანქციებზე, ისე ამ კითხვას რომ დაუბრუნდეთ. ყველა განცხადება ხომ როგორ უნდა შეაფასო პოლიტიკად სულელური განცხადებაა. ამაში რა ჩანს? ერთი რომ აბსოლუტურად ფეხებზე კიდიათ როგორ აღიქვამს უდაც იგივე ბრიტანეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები იმ შეფასებებს, რასაც აკეთებს მთავრობის პირველი პირი და რა თქმა უნდა ივანიშვილის დავალებით. აი, გუშინდელი განცხადება, რომ აბა ტრამპმა გვაჩვენოს ახლა თუ ის Deep State-ი თუ რაღაცა და კაციშვილმა ერჩის Deep State-ი რა არის, არავინ არ იცის რაღაცას გამოიგონეს რაღაც ტერმინი და არც გვარი აქვს, არც სახელი. თქვი Deep State-ი რა არის? ვიღაცა გვარი თქვი, ან ორგანიზაცია თქვი, ან ვინ არის, ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოა, ან ვიღაც ვინ არის, ან ეპშტეინის კუნძულზე თავს რო იყრიან ის ხალხი, ვინ არის ეს და აიო, თითი დაუქნიეს. ჩვენი შეფასების კრიტერიუმი იქნებაო ტრამპმა მოუგო თუ არა Deep State-ო თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ჩვენთანო. ხო დაიგეთ დღეს რა განაცხადეს თურმე ასეთი უზარმაზარი რაღაც რაც მოხდა იმედის დასანქცირება არ არის რიგითი მოვლენა. მან გაცილებით მძიმე დარტყმა მიაყენა ქართული ოსნების რეჟიმს ვიდრე ივანიშვილის პერსონალურმა სანქციებმა ბაიდენის მიერ დაწესებულმა და ამასაც ვიტყვი რატომ და თურმეო ბრიტანეთმა იმიტომ დაასანქცირა რომ იმედზე დებატები ჩაშლილიყო. აი როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ასეთი სისულელე თქვას ანუ ამაში რა ჩანს ერთი რომ მართლაც საერთოდ გასული არიან ყოველგვარი საღი აზრისაგან ან მეორე საქართველოს მოქალაქეები მიაჩნიათ
ცხოვრებად, უთმინოებად და თავის ამომრჩეველს თუ ქვეყანას ეუბნებიან, რომ ტელევიზორში, იმედში და რუსთავიურში რომ დაჯდა მთავრობა და იქ ვიღაცა ვითომ ოპოზიცია რომ მიუჯდა ან ვიღაცებს მართლა რომ ეგონა რომ განათლების საკითხზე თუ დაუჯდებოდა მთავრობაზე რაღაც სწორას იტყო და ამით რაიმე შეიცვლებოდა სად მიდიხარ, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია უკვე და უნივერსიტეტები დაშალეს და აგერ ილიანონს ანადგურებენ და შენ მიდიხარ იმის გამო რომ შეაცვლებინო აზრი თუ იმის გამო რომ მოგიტყუოს ამ ეთერში და ილუზია შექმნას იმისა რომ თურმე ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება რომელსაც ელაპარაკებიან ტოლს სწორად ასე ვთქვათ აღიარებენ და ხელისუფლება რომელიც ვიღაცას შკუას ეკითხება და თურმე ამის ჩასაშლელად გააკეთა ბრიტანეთმა ეს მართლაც ჯერა არც ივანიშვილს შეიძლება მართლაც ჯერა და ის ეუბნება რომ აი ასე თქვი მიწერს SMS და ესენი იმეორებენ თორემ კი ესენი არიან საშუალოსნები ოროსნების თავრობაში ვინ არიან და პარლამენტში რა ხალხია ვხედავთ ახლა შემთხვევით მოხდილი ადამიანები სადღაც ფული იშოვეს ყოველი მეორე დეპუტატი მილიონერია მაგრამ იმდენად ასე ვთქვათ უგუნური როგორ შეიძლება იყოს ადამიანი რომელმაც შეიძლება ეს თქვას მაგრამ ვინც მათ მართავს რომელიც იზოლირებულია სადასვში სასახლეშია საცხოვრობს კაც მარიცის ნახევარწელი არ გამოჩენილა და იმედთან დაკავშირებით პირველად გამოჩნდა როდესაც განგაშის ზარი ატყდება ამის შეფასების თავარი კრიტერიუმია გამოდის თუ არა ივანიშვილი ბუნკერიდან გამოვიდა ბუნკერიდან ახლა იმედთან დაკავშირებით და გამოვიდა უსიტყვოდ და სიტყვით მთავრობის წევრები ამბობენ მის აზრებს თქვენ თქვით რომ ეს იმის დასახსირება უფრო მძიმე მოვლენა ვიდრე ივანიშვილის დასახსირება იყო და რატო ეს რა ხსნათ ერთი ივანიშვილის სანქციები იყო პერსონალური და დიდად მას არ შეეხო მის ბიზნესს არ შეეხო არც ქართოფონდს სადაც მთელი მისი აქტივებია თავმოყრილი არც მის ოფშორულ კომპანიებს არც ოჯახის წევრებს რომლებიც არის მისი ბიზნესების მთავარი მესაკუთრეები აი მაგალითად ფასებს ებზვიან ყველაზე ძვირი კიტრი და პამიდორი სუპერმარკეტებში არის პლანტა რომელსაც 18 მილიონი ლარის ოდენობის მოგება მიიღო წელს რომელიც არის მისი მეუღლის საკუთრება ამიტომ ესე იგი ეს ამ პლანტაც კი არ დაასანქცირა ამერიკამ და მე წელწადნახევარი გავიდა და ფაქტობრივად ტრამპმა ვერ მოიცალა ასე ვთქვათ აკავურობისათვის და ხან ამერიკა ხან კანადას ებრძვის ხან იმას ტარიფებს ხან პანამას ხან გრენლანდიის მიერთება უნდა აღიარა ირანში ორჯერ რომ წამოიწყო და ამათი ახლა იმედია რომ უყურადღებოდ არის ამერიკიდან ეს ადმინისტრაცია რატომ არის უფრო მაგრამ ბრიტანეთმა მოიცალა მაგრამ რატომ არის უფრო მძიმე ჯერ ერთი ძალიან სპეციფიკურ რაღაცას შეეხმნენ იმედისზე და ცრუ პროპაგანდაზე დგას ქართული ოცნება. ქართული ოცნებამ 100 მილიონობით ფული ჩადო იმედში, როგორც მესაკუთრეები დებდნენ კაპიტალში. შეკონდა და მე ამას ჭამდა, ასე ვთქვათ, დაახლოებით 100 მილიონია ყოველწლიური ხარჯები. სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 25 მილიონია და ყოველწლიური გარღვევაც 75 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ მთელ სახელმწიფო საწარმოებს და არჩევნებში მუნიციპალიტეტები დაწყებული, ბიუჯეტი დამთავრებული, ან რაც კი რამე საჯარო სამართლის იურიდიული პირები არსებობს, ანუ სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები და კომერციული მსგავსი არასახელმწიფო იურიდიული პირები ყველამ რეკლამა უნდა მიიტანოს იმედში და მთელმა ამ რეკლამამ დაახლოებით 25 მილიონი შეადგინა და როგორ იფარებოდა სხვაობა შეჰქონდა ივანიშვილს და ვიღაცებს ივანიშვილის ფული იყო ძირითადად ოღონ რუხაძიდან გადიოდა კაპიტალში ესეც საკმარისი არ იყო 17 მილიონი აქვს დავალიანება იმედს ბიუჯეტის და 9 მილიარდი ლარი აქვს ვალი რომელიღაც კომპანიებისა რომლებიც დაკავშირებულია ივანიშვილთან და რუხაძესთან პირდაპირ ოფიციალურად შავი რაღაც ფული ხო შემოდის რაღაც ფირმებზეა გაფორმებული სესხად აძლევენ ანუ ივანიშვილი რა ფულსაც დებდა ძირითადად და ნაწილობრივ რუხაძე იმედს ეწერებოდა ვალად და აუდიტის დასკვნაში რას ვკითხულობთ ამ აუდიტურ კომპანიასაც უნდა დაეწესოს სანქციები რომელიც არ ამბობს სიმართლეს იმედი გაკოტრებულია მისი აქტივები 25 მილიონი ლარია მთელი შენობა რასაც უყურებთ ჩვენ
აგურ რომ გაიყიდოს, იმედიდან შემოვა 25 მილიონი და ვალი აქვს 500 მილიონი. ანუ გაკოტრებული კომპანია და ეს ვალად რატო დააწერეს თავადვე? იმიტომ რომ ფული როგორ უნდა ჩაედო. ქართულ ასესხებს და აუდიტის დასვაში წერია რომ ამ ფულზე უნდა დაიხურო, გაკოტრებული ხარ ხო, მაგრამ გაკოტრებული არ არის, ვინაიდან როგორც იმედი ამბობს, ამ ვალის გასტუმრებას არ მოთხოვენ. წელსაც ახლა ესე იქნება, რეკლამიდან ფული უკვე არ შემოვა ამის შემდეგ და კიდე მეტის ჩადება მოუწევთ, ოღონდ როგორ მოუწევთ, თქვენთვის შემოდნებით თუ ტომრებით კაცმა არ იცის. ანუ რატომ ვამბობ ამას? იმედი არის ქვეყნის გამოთაყვანების მთავარი ბერკეტი და ქართული ოცნების მართლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. მაგრამ რაშია მისი სხვა სპეციფიურობა? სპეციფიურობა იმაშია, რომ ნებისმიერი ბიზნესი, მაგალითად მაქტიკომი, მაგალითად ჯეოსელი, მილიარდზე მეტი ბრუნვის ორი დიდი საწარმოა. რკინიგზა, რომელსაც მილიარდიანი ბრუნვა აქვს. ანთფოსადგური სახელმწიფო საწარმოები, რომელთა დავუშვათ გარდაბანში. მე ვამბობ დიდ ბიზნესებს. ამ ფარმაცევტიული კომპანიები, რომლებიც იმპორტს ეწევიან, მილიარდიანი ბრუნვები აქვს. მე მილიარდზე ნაკლებს არ ვახსენებ არც ერთს. ქსელური სუპერმარკეტებს არ აქვს მილიარდიანი ბრუნვები. მაგრამ ბენზინის, ანუ ნავთობიმპორტიორები მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. აი ვისოლს და ლუკოილს. ნებისმიერი მათგანის ცალკე დასანქცირება იქნებოდა გაცილებით ნაკლებად მტკივნეული, თუნდაც იგივე ივანიშვილის რომელიღაც დიდი კომპანიის ქართულს გარდა ქართულ სხვა არის, იმიტომ რომ ქართულშია თავმოყრილი ბევრი რამ. ქართულ ბანკს არ ვამბობ მე, ქართულ ფონდი. გაცილებით ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ვიდრე იმედზე. ვინაიდან იმედს აქ ფაქტობრივად შეხება ყველასთან. მაგალითად, ჯეოსელთან, სადაც ტრანსლირება ხდება საკაბელო ტელევიზიით, მაქტისთან არ არსებობს საქართველოში კომპანია, ეს მილიარდიანები ხო ჩამოუთვალე და მილიონიანები და უფრო პატარები, რომელსაც რეკლამა არ მიჰქონდეს იმედში. ანუ ყველა რაღაც ფორმით არის შეხებაში. რადგან იურიდიული პირი და სანქცია ბრიტანეთმა და არა ვთქვათ რაღაცა ინდივიდუალურად ხო ხა დირექტორი ახურხაძე მოასწრო და გაიქცა და ასე შემდეგ. ხო, ისინი ამბობენ რომ ეს არის ამიტომ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე და თავდასხმა მედიაზე. ხო, ისინი რუსულ მედიაზე კი, იმიტომ რომ იმედი და პოსტივი თავისუფალ სიტყვაზე. არა, თავისუფალი რუსეთის მედია არის დასანქცირებული ყველა, არა მარტო რაშათო და რომელიც ევროპაში ტრანსლირებდა, არამედ ყველა რუსული ტელევიზია არის დღეს სანქციების ქვეშ, ვინაიდან ეს არის სისხლიანი რეჟიმის. ანუ იმედის და პოსტივის რუსულ ტელევიზიაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთის თემის კონტექსტში იყო, რუსული რეჟიმის მხარდამჭერი კომპანიები უკრაინის საწინააღმდეგოდ და ის რომ მას მიაჩნია დასავლეთი ამ ტელევიზიებს და მათ შორის უკრაინა საქართველოს მტრად. აი ამ ფორმულირებით იქნა დასანქცირებული, ამიტომ ეს არის რუსული ტელევიზიები ქართული ქუდით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ მტკივნეული იმიტომ არის რომ ეხლა დაბნეულია რა ქნას კოკაკოლამ. კოკაკოლას აქვს ვალდებულება რომ თავისი ბრუნვის რაღაც პროცენტი ჩადოს რეკლამაში. მთელ მსოფლიოში ასეა. გინდა არ გინდა, შეიძლება გეშველოთ თქვენ ან იმას აქვია თავისუფალ ტელევიზიებს. და ბევრი დასავლური. ანუ ეხა ეს კომპანიები ვერ მეიტანენ რეკლამებს რაღაცზე, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თქვა რომ ყველა კომპანია უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა. ანუ ის რომ იმედი ვერაზოს ფულს ვერ გადარიცხავს სამუდამოდ, მორჩა ეს ამბავი. ერთი შეხედვით, რატომ ვერ უნდა გადარიცხოს? ბრიტანეთმა დაასანქცირა, ხომ? ფუნტებში კი არ ვიწყავ, მე დოლარში ვიწყავ, მე სატელიტზე მაგ გასვლა აზერბაიჯანის სატელიტი და მე უნდა დოლარი გადავურიცხო. მაგრამ საქართველოს არც ერთი ბანკი 1 ცენტსაც კი ვერ გადარიცხავს, იმის გამო კი არა რომ ძალიან უნდათ. ქართულ რატო არ ეხმარება? ლიბერტი ბანკი რატო არ ეხმარება იმედს? იმიტომ არ ეხმარება რომ სანქცია ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კი არ დაადო. რომ ამბობენ ჩვენი კონსტიტუციით იმუშავეთო ბანკებმა, ბანკები ჩვენი კონსტიტუციით მუშაობენ. ოღონდ იმედი ბრიტანული კონსტიტუციით დასანქცირდა. გადარიცხავ იმედის ფულს და ის უნდა გაიაროს შუალედურმა, ასე ვთქვათ, ბანკებმა. ტიბისიდან რომ ფული გადარიცხო მაგალითად სატელიტზე დოლარები, უნდა გაიაროს ან Citibank, ამერიკის ბანკი,
ან დრეზდენ ბანკი და კიდე რომელიღაც ამერიკული ბანკი. შუალედური საკორესპონდენტო ანგარიშები გვქვია. TBC-ის და ყველა ქართულ ბანკს დასავლურ ბანკებში აქვს გახსნილი ანგარიში, ზოგს დოლარში, ზოგს ფუნტში, ზოგს ევროში, ზოგს ემაში. ახლა ჩინეთში მოინდომეს გადასვლა, მაგრამ არაფერს არ უშველის არც ერთი სერიოზული ჩინური ბანკი არ გაეკარება სანქცირებულ კომპანიას და გააგზავნი იმედისას ეს ბანკი გაგაჩერებს და გეტყვის სანქცირებული კომპანია, ყოველი ბანკი საქართველოსთან დაწყებული და ავსტრალიით დამთავრებული, ჩინეთით დამთავრებული, დღეში ორჯერ ამოწმებს სასანქციო სიას. ორჯერ დილით და საღამოს. საღამოს თუ დაელოდო, ხო შეიძლება დილით ვიღაცა დასანქცირდეს და მოგივიდეს შეცდომა და ამ დასანქცირებული კომპანიის ასე თქვა ანგარიშო რომ მოეხდინო. ხა იმედით ამბობს რომ ანუ შენ კლიენტებს დააყენებ, იმ შემთხვევაში თუ იმედის ფულს გადარიცხავ, ერთხელ გეტყვიან რომ ეს სანქციების ქვეშ არის. მაგრამ იმ წუთას შავსიაში შეგიყვანენ და მეორეჯერ, მესამეჯერ რომელი ბანკიც ამას გააკეთებს, მორჩენილია ამ ბანკს გაეყენება საკორესპონდენტო ანგარიშები და მორჩა. ანუ იმედის რომ დავამთავრო, ერთია რომ იმედი ვერ აზოს ფულს ვერ გადარიცხავს და ტომრებით და ჩემოდნებით უნდა იაროს. მათ შორის გადასახადს როგორ გადაიხდის და კიდე რაღაცას ოქმნიან ეს სულელი, იმიტომ იმედის ბანკი ეს წყაპარია. ამაზე მინდოდა მეკითხა სწორედ, ხო, გამოსავალი ვიპოვეთ, რომ სამ თვეში იმედის ბანკი იქნება და დღეს ერთმანეთ ტელევიზიამ გაავრცელა თუ რადიო თავისუფლებამ, რომ ქეშით დარიგდაო, ანუ ეს კონვერტებით დარიგდა ხელფასები. ეს არის აბსურდი. თან როგორ გაავრცელეს? ჩვენ სასტრაფოდ შევქმნით იმედის ბანკს და მე რამდენიმე თვეში. თუ მაშინ რამდენიმე თვე რა უნდა გააკეთო. მოკლედ, იმედის საქმე რომ მორჩენილია და ის ცივილიზებული საფინანსო, ეკონომიკური ბრუნვიდან გათიშული ეს ფაქტია, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ის კომპანიები, მაგალითად ვისოლი, რომელსაც აქვს ლიცენზიები ამერიკული უამრავი ემიდან დანკინ დონატსიდან და ვენდისიდან და ამერიკული კომპანიებიდან. როგორ უნდა მიიტანოს ვისოლმა რეკლამა? მე არ ვიცი მიიტანს თუ არა. შეიძლება რაღაცა სტრუქტურა შექმნან, სხვა სტრუქტურა და ფული იქ ჩარიცხონ და იმ სტრუქტურამ რაღაცა ირიბადი რეკლამა გაუშვას, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენი, ანუ რატომ არის ეს მტკივნეული და რატომ არიან ესე გაგიჟებულები და განსაკუთრებული პანიკა რატომ არის ატეხილი? თუმცა მათივე კომპანიები, ვისოლი იქნება, ლუკოილი იქნება, თუ აი ეს მსხვილი ნავთობი იმპორტიორები, რომლებიც არიან, იგივე ფარმაცევტული და სამედიცინო კომპანიები, ქსელური სუპერმარკეტები, სიგარეტის ბიზნესი, თუმცა სიგარეტის რეკლამა აკრძალულია, ამ კომპანიებმა რა უნდა ქნან? იმედში დაგაძალებენ რეკლამის ამიტანას, ხვალ მაშინ ლიცენზიები გაგეუქმდება და ფაქტობრივად უკვე ვისოლი ვერ გადარიცხავს ფულს. აგერ მაგთიმ გუშინ განცხადება გააკეთა, რომ ჩვენო არ შევწყვეტ იმას რა ქვია, იმედის ტრანსლირებას, ვინაიდან შიდა კანონით ასეაო კი არ ეხება ეს. ეს არ არის ბანკი. ბანკი მომენტალურად გაჩერდა, ვიცით. მაგრამ სავის ბანკს რატო ვერ შექმნია? საქართველოში. ახლა მე მიიღეს 2 წლის წინ კანონი პარლამენტში წინააღმდეგი ვიყავი. ბანკი რო შექმნა 50 მილიონი დოლარი იყო საჭირო და უნივერსალური ბანკია საერთაშორისო ანგარიშწორებას, რომელსაც აწარმოებს. საერთაშორისო რა თქინდა ბანკი თუ ფულს ვერ გადარიცხავ ვერსად. აზრი არა აქვს, ხომ? თუ ეს იმედთან დაკავშირებული იქნება, მაგრამ ისინი თეორიულად აპირებენ შექმნან ლარის ბანკი. 10 მილიონი ლარი საწესებო კაპიტალი შეიძლება შეიტანონ და მიკრობანკის სტატუსით რაღაცა ბანკის შექმნა შეიძლება. რა ამოცანა ექნება? საერთაშორისო ანგარიშწორებას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ დოლარის ანგარიშწორება ამას არ ექნება. ბანკი იმიტომ უნდა შექმნა, რომ ანაბრები მოიზიდო თქვენგან, ჩემგან და მე სესხე გაცე და მოგება მიიღო და ეს თუ იქნება მხოლოდ იმედის ანგარიშწორების კანტორა, ანუ შემნახველი სალაროები რო იყო, ის ეს არ გაცემდა. შემნახველი სალაროს ერთადერთი მიზანი იყო პოსტასავით ფული გადაგერიცხა სადღაც და ანაბარი შეგეტანა და მეტი არაფერი და კომუნალური გადაგიხადა და ამ ბანკის მეშვეობით გადაიხდის კომუნალურ გადასახადს წყლის ფულს ვერ დაფარავს იმედი. აი ახლა ამ წუთას და 3 თვის შემდეგ რაღაცას რომ შექმნიან, თანაც ეს ბანკი უნდა ჯერდით ძალიან სასაცილოა იმედის ბანკი. იმედი კი არა, აი შექსპირის პერიფრაზი რო ვთქვა, ბრიტანელი, ასე ვთქვა, მწერლის, რადგან ბრიტანეთმა და სანქცია, ესე იგი, უიმედობაო, TV იმედი უნდა გერქვას შენ. რისი იმედის ბანკი, უიმედობის ბანკია ეს და თუ ამას მთავრობა და ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს ლიცენზიას, ეროვნული ბანკი თუ გასცემს სანქციების გვერდის ასავლად ბანკის შესაქმნელად, გაგთიშავენ SWIFT-დან.
ჩამოინგრევა საბანკო სისტემა, იმას როგორ დაიკარგება ანაბრები და გაქრება ქართული ოცნება ერთ წუთში. არ გააკეთებენ ამას. ეს ყველაფერი არის ცხელ გულზე. ნათია თურნავას განცხადებას როგორ შეეხება? ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქციელს ზოგადად როგორ შეეხება? ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უთხრეს, რომ რაღაცა თქვი დაამშვიდე ხალხი და თქვა, რომ იმოქმედეთ კონსტიტუციის შესაბამისად. კი ბატონო, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს ბანკი და ყველა სტრუქტურა ოღონდ დასანქცირებული ვარ ბრიტანული კანონებით და მორჩა. რა უნდა უთხრას ნათია თურნავამ TBC ბანკს, რომელიც არის ბრიტანული იურისდიქციის. TBC ბანკი და საქართველოს ბანკი დაფუძნებული არის ჰოლდინგი, სათაო აქციონერები, ასე ვთქვათ, არიან ბრიტანეთში დარეგისტრირებული და აქაური ჩვენი ბანკები არის შვილობილი კომპანიები. უხეშად რო ვთქვათ. ისინი იმიტომ კი იმათი მომენტალურად იმავე წამს, როგორც გაიგეს, ხომ შეუჩერეს ანგარიშები და მორჩა. იმიტომ კი არა რომ ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ, თუმცა ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ბანკების აქციების ფლობელი არიან ძირითადად 80%-ზე მეტი უცხოელები. ვაჭრობაში კი არა საქმე. სანქცია ეხება ყველა ბრიტანელ პირს, იურიდიულს თუ ფიზიკურ პირს. და ბრიტანელები ვალდებული არიან უმკაცრესად დაიცვან სანქციის მოთხოვნები, თორემ დაისჯებიან და TBC და საქართველოს ბანკი არის ბრიტანეთში დარეგისტრირებული ორგანიზაციები. ეხლა ქართულ რატო არ ეხმარება? რომელიც საქართველოს დარეგისტრირებულია. ლიბერტი რატო არ ეხმარება? როხაძის ბანკი. აგერ გუშინდელი იმედის განცხადებაში რა იყო? მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ მეგობარი ბანკები გვეუბნებიან რისკის ფასად რომ თქვენთან არ შევწყვეტ ურთიერთობას, ანუ გადარიცხვა არა დამოკიდებული ამაზე, ხო? ლარში ანგარიშორებას არ შევწყვეტ, ჩვენ ვიცით თუ რა ბოროტები არიან, სადღაც დიპსტეიტი და ვიღაცები და არ გვინდა ესენი ჩავაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში, ამიტომ უარს ვეუბნებით და ჩვენს ბანკს ქმნით. ანუ უარს ეუბნება ქართულს მიერ გამოცდილ ხელზე. იმავე დღეს ქართულ დაიხურება ივანიშვილის ყნოსვა გაათმაგებულია. როცა საქმე ეხება ფულს. ხოლო ნათია თურნავას ეთყობა კორონას დროს ყნოსვა დაეკარგა და გზნობის ორგანოები დაეკარგა და მისი ყნოსვაც და მზერაც და ასე ვთქვათ სმენაც ვერ ხვდებას ვერ ვიტყვი, ყველაფერს ხვდება. ნათია თურნავა არ არის უჩქუო გოგო. და ჩემი სტუდენტი იყო და ძალიან კარგად სწავლობდა. არის უჩქუო, არ არის ის. მაგრამ რასაც ჩასახებენ ის უნდა თქვას. ამიტომ მისი გამოდის უპრინციპოა. არა, უბრალოდ ეროვნული ბანკი არის მარიონეტი, ქართუს ფილიალია. ხო და სხვა წინა პრეზიდენტის დროს არ იყო მარიონეტი, მაგაშია ეს ახლა. წინა პრეზიდენტის დროს რუსეთის ომი არ იყო უკრაინაში და წინა პრეზიდენტის დროს ქართული ოცნება იყო ბოროტი ხელისუფლება. წინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მანამდე იყო უნიათო, დღეს არის მოღალატე ხელისუფლება. სხვანაირი ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ ეროვნული ბანკი თუ ნებისმიერი ხელისუფლების დროს იქნებოდა ივანიშვილის მარიონეტი და ვინც ამას არ იკადრებდა და თავის არ ისინი ვინც დანიშნა, ოღონდ წავიდა. 3 ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. აღაშია საქმე, ისინი გადადგა, ნათია თურნავა არ გადადგა, ესე იგი კადრულობს ამას. იმ ადამიანებს უღირთ რომ ამოდენა, ასე ვთქვათ, თანაც პროფესიონალები, მაღალი ხელფასი და 15-18,000 მაგრამ მათ უღირთ ამ სამსახურის მიტოვება ოჯახის, ქვეყნის წინაშე ვალდებულებების, რეპუტაციის და ბოლოს რისკების, იმიტომ რომ დღეს მთელი ხელისუფლება სერიოზული რისკის ქვეშ არის. ამიტომ ეს არ არის იმედის პრობლემა. ეს პრობლემა ერთის ეს არის მთელი ოცნების ბიზნესის პრობლემა. პოლიტიკურად იმედმა მეორე სუნთქვა გახსნათ სანქციების. ძალიან უმძიმდა ევროკავშირს. ვინაიდან 27 ქვეყანა უნდა მიიღოს მიუხედავად უამრავი რეზოლუციისა ევროპარლამენტის. ამერიკა ვიცით რომ წერნახევარი გაიჭედა სხვა პრობლემებით და კიდევ აქვს რაღაც იმედი რომ იქნებ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაგვიყიმოს, სახელი აგვიწიოს, არ მოხდება ეს გამორიცხულია და ბრიტანეთი რომელიც ყველაზე მარტივია, ასე ვთქვათ, აი სად გამოგვადგა ბრექსიტი. ბრიტანეთი რო ყოფილიყო ევროკავშირის წევრი, ეს არ მოხდებოდა. მოკლედ, ბრიტანეთის სანქციები აუცილებლად უბიძგებს ევროკავშირს. აუცილებლად. ბრიტანეთის სანქციები სხვანაირად დააჩვენებს ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში არსებულ მოვლენებს. ბრიტანეთის ამ დასანქცირებამ კატალიზატორის როლი შეიძლება ითამაშოს შემდგომ ნაბიჯებში.
და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სანქციებია, ამით არ ამოიწურება. რუსებმა შექმნეს ყულებში ქარხანა ქართველებთან ერთად, რომელშიც ფული არ ქონდათ და ფული ჩადო ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესმა ქართულ ბანკმა, ანუ სამი ბანკის კრედიტი, ამას ქვია სამი ერთად, როცა არის კოლექტიური კრედიტი. ანუ საბანკო ენით ქვია სინდიცირებული კრედიტი. ჩინურმა ბანკმა, ბაზის ბანკმა, ყაზახურმა ბანკმა და ქართულ ბანკმა 45 მილიონი ჩადო, მთავრობამ 8 მილიონი დაუმატა თავისი ასე ვთქვათ ბიუჯეტიდან და დაიწყეს მშენებლობა. ქარხანა არ არსებობს ჯერ და ამ არ არსებულმა ქარხანამ შემოიტანა გემით რუსული ნავთობი და იმედი და გემი ერთდროულად დაასანქცირეს. იმ 300-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირი, რომელიც არის დასანქცირებული ამ 4 დღის წინ, 2 საქართველოსთან არის დაკავშირებული, 2 არა 3 პოზიტივი, იმედი, რუსული გემი. ხელისუფლება ამბობს, რომ ვისაც ეს გიხარიათო, ყველანი ხართ მოღალატეებიო და ქვეყნის მტერებიო, რადგან გარე ძალებს უჭერთ ხარს და არა საკუთარ ქვეყანას. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველას უხარია სისხლიანი რუსული რეჟიმის ხარდამჭერი ბიზნესისა თუ პროპაგანდისტული არხების დახურვა. ყველა ნორმალურ ადამიანს მსოფლიოში. ეს ქართველი იქნება თუ ჩინელი თუ ამერიკელი, ყველას უხარია, ვინაიდან ეს ადამიანები გლობალურ მასშტაბში არიან რუსეთის მოკავშირეები, რომლის ხელითაც ასეულ ათასობით ადამიანი ამბობენ 600,000-მდე დაიხოცა უკრაინაში. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯარისკაცები და აი ამ ომის მანქანის ფინანსური და იდეოლოგიური მხარდამჭერები არიან და მათი დასჯა ყველას გაუხარდება, მაგრამ მეორეს მხრივ ისე ვამბობ, ევროკავშირი იხილავს ყულების პორტის დასანქცირების საკითხს. მაშინ იკითხავ, კი მაგრამ ეს რუსული ქარხანა რომ შენდება, რა შუაშია ყულების პორტი? იმ შუაშია რომ ყულების პორტში შემოდის რუსული ნავთობი თუ კაცმა არ იცის ის ნელი ნავთობია თუ მზა პროდუქცია, არ არსებულმა ქარხანამ 3 თვეში 120 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა. ანუ ქარხანა არ არის, ნაწარმი გავიდა. 56 მილიონი ახლა იანვარში და 60 მილიონი ნოემბერ-დეკემბერში. ანუ, როდესაც შენ 120 მილიონის პროდუქცია გაგაკ, ეს ძალიან ყვირის. იმიტომ რომ შენ ქარხანა არა გაგდა, მზანაწარმი გაგაკ, ესე იგი გამოდის რომ შემოგაქვს რუსეთიდან მზანაწარმი, ან აქ აზერბაიჯანული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კომპანიაა ჩართული. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხმა მოიღოს სოკარმა. ეს პორტი ეკუთვნის სოკარს. სოკარი არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, ხმა მოიღოს აზერბაიჯანის მთავრობამ. ასანქცირებენ საქართველოში პორტს, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს. ქვეყანას უდიდესი რეპუტაციული ზიანი ადგება. 2,5 მილიონი ტონა მარტო რკინიგზაზით ხდება აზერბაიჯანული მზა პროდუქტის გადატანა. ნედლი ნავთობი ბაქო-თბილისი ჯეიხანით მიდის მილსადენით. და როდესაც ასეთი საკითხი არ არის მოხსნილი და ევროკავშირში კი უნგრეთი ვეტოს ადებს, მაგრამ საქართველოს უკვე ფიგურირებს, აქ არ არის მხოლოდ უკვე ბრიტანული სანქციები. აქ ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული გემი ევროკავშირის სასანქციო საკითხებში ფიგურირებს. ასე რომ შევაჯამოთ ამ სანქციების თემა საერთაშორისო იზოლაციაში, იმ დონის იზოლაციაში ვარდება ქვეყანა, რომ ყოველი დღე ამ ხელისუფლების არსებობისა არის რისკის, მათ შორის თუნდაც იგივე თუ მართლაც ძალიან ვიღაცას დაარტყა და უგუნური გადაწყვეტილება მიაღებინა, მთელი ანაბრები ჩამოიშლება. თუმცა ისე ვამბობ, მათ ძალიან კარგად იციან ის, რა მათ ძალაუფლებას და ანგრევს იმ ნაბიჯზე არ წავლენ და იმედს გაწირავენ და ტომრებით და ჩემოდნებით მოუწევს იმედს, არა მარტო ხელფასების დარიგება, არამედ გაზის, წყლის და შუქის ფულის გადახდა, რეკლამას სამუდამოდ დაავიწყდებათ. იმედს უფრო გაწირავენ, ვიდრე იმ ბიზნესებს, რომელზედაც ჯერჯერობით დგას ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ძალაუფლება. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ.